ვისი გონებიდან არ მოდის ადამიანი, რომელიც ახლა უყურებს ამ ვიდეოს. ვინ არის ეს? თავად პენტაკლების მეფე გვესტუმრა, მეგობრებო. პენტაკლების მეფე. ეს არის ადამიანი, ტრადიციების მოყვარული. შრომელი, რომელსაც აქვს გარკვეული წარმატება მიღწეული ცხოვრებაში, რომელმაც იცის ოჯახური ღირებულებების ფასი, რომელიც მიყვება გარკვეულ ტრადიციებს, რომელიც იცავს გარკვეულ ღირებულებებს. წესრიგის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ხშირად ვიმეორებ და ამჯერადაც გავიმეორებ, იმიტომ რომ ეს მისი დამახასიათებელია, დაბალანსებული აქვს მატერიალური და სულიერი მხარე, ანუ მიწაზე დგას მყარად და ამავდროულად სულიერი მხარეც განვითარებული აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი პენტაკლების მეფე შესაძლოა თქვენზე ასაკით დიდი ადამიანი იყოს, შესაძლოა ჭაღარა ქონდეს გარეული, მაგრამ არ არის რა თქმა უნდა აუცილებელი. გამოიყურება და იცმევს უფრო ახალგაზრდურად და რომელის გონებაშიც არის ქალი, რომელიც არის მეგობრებო იმპერატრიცა ქალი, ანუ იმპერატორი ქალი. ერთად ამოხვედით, პენტაკლების მეფე და პენტაკლების დედოფალი, თქვენზე არის გაშლა და რა თქმა უნდა თქვენი გულისხმობით თავისთავად. ანუ ფიქრობს ქალზე, რომელიც მისთვის არის ნაყოფიერების, სიმშვიდის, სუბუქი რბილი ენერგიის, ჰარმონიის მატარებელი. ქალი, რომელიც არის რეალიზებული, ქალი, რომელიც არის კარგი დედა, ან პერსპექტივა აქვს, რომ გახდეს კარგი დედა, კარგი მეოჯახე, ქალი, რომელიც აი როგორც პენტაკლების მეფე, ასევე მასაც დაბალანსებული აქვს ეს სულიერი და მატერიალური მხარე, ძალიან ნაყოფიერია, ძალიან მიზანდასახურული ქალია, ქალს, რომელსაც აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაძლოა თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი კარგი დახასიათება ქონდა ამ მამაკაცს, მიუხედავად ამისა, თქვენ ენერგიით შესაძლოა მასაზე მაღლა იდგეთ და ის ამას გრძნობს. თქვენ არ გამოდიხართ მისი გონებიდან, ის დღე და ღამე თქვენზე ფიქრობს, მთლიანად მოცული არის მისი გონება თქვენი